სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ღმერთმა ნათელში დააწესოს ჩვენი მიცვალებულების უკვდავი სულები და ჩვენ ღმერთმა ლოცვის ძალა მოგცეს, რომ მათთვის ვილოცოთ, ესე იგი და მათი სულების მოხსენებასთან ერთად თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ სულზეც უნდა ზრუნავდეს. აი ჩვენ შეიძლება ეხლა რა თქმა უნდა ვერ ამოვხსნით რა არის ბოლომდე სიკვდილი, გარდაცვალება რა არის, მაგრამ ერთი რამ ხო უდაოდ ხადია და ყველასთვის იგი ნობილია, რომ ყველანი გარდავიცვლება. აი მაგას ხო როგორც იტყვიათ, მაგას წყალი არ გაუღო, ყველანი გარდავიცვლება. რა არის ძერებს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ არსებობს წმინდა მამათა ძალიან დიდი გამოცდილება და ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გავიზიაროთ, ესე იგი არსებობს სახარებისეული შეგონებანი, რომ როგორი დიდი სიხარულია სასუფეველში, როგორი დიდი მწუხარება ოჯახეთში, რამდენი რამ არის ესე იგი ჩამოთვლილი, აი რითიც ადამიანი შეიძლება დაიტანჯოს, რამდენი სიხარულია, რითიც ადამიანი შეიძლება არადიულად ხარობდეს და აი ამ ყველაფერზე ადამიანი უნდა ფიქრობდეს, ესე იგი და მე კიდევ ერთი რამ მინდა ამოვიკითხოთ ერთად, აი კიდევ რამ შეიძლება დააფიქროს ადამიანი და მიცვალებულთა წესისაგება როდესაც არის ხოლმე, ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ არის როცა მიცვალებულისთვის, რომ ჭირისუფალი სასულიერო პირთან ერთად ლოცულობს თავისი მიცვალებულისთვის და მეორე მხრივ კიდევ თავად ამ ჭირისუფლისთვის არის შესაგონებლად და გამოსაფხიზლებლად. აი სიტყვები, რაც იქ იკითხება ხოლმე. აი მაგალითად რასა ქედმაღლოით ჰოი მოკვდავნო, ანუ რატომ ქედმაღლობთ მოკვდავებო და ამაოდ იზახებთ საწუთოს ამაშინა ამაოსა. ყოველი ხორცთა შვენიერება ყვავილია რთივისა. ჩვენი სხეულის მშვენიერება, რითიც ადამიანი შეიძლება ამოყოფდეს და თავმომწონეობდეს, ეს არის როგორც ყვავილი. ხრწნილებისა მიერ დაჭნობადი, რომელიც გაიხსნება, დაჭკნება და მატლთა მიერ განსახსნელი. ყოველი კაცი ჟამს ამას სამარადისოდ იხსენებდი. რაითა ნათესა სამღვთოსა ღირს იქმნეთ დამკვიდრებად. ანუ თითოეული ადამიანიო იმაზე უნდა ფიქრობდეს და იხსენებდეს, რომ ჩვენი ხორციელი მშვენიერება, როგორც თივის ყვავილი, ველის ყვავილი, ეგრეა, დაჭკნება და აღარაფერი არ დარჩება იმის. იმიტომ უნდა იხსენებდეს, რომ მარადიული ნათელი დაიმკვიდროს, ღირსი შეიქმნეს ამისია. და ჩვენ წარსრულთათვის ვევედრნეთ ყოვლა ძლიერსა და კაცმოყვარესა ღმერთსა. და ჩვენო წასულებისთვის ვევედროთ, ამას ვიხსენებდეთო ჩვენი თავისთვისა და წასულებისთვის ვევედროთ ღმერთსა. ვით არის ცხოვრება ჩვენი ძმანო ყვავილი და კვამლი, ცვარი განთიადისა, ანუ ისეთი დაუდგრომელია, ისეთი სწრაფად ცვალებადია, როგორც ეს ყვავილი, როგორც კვამლი, როგორც დილის ნამი. დილით არის ეს ნამი და ცოტა მზეროამო ეს ნამი აღარ არის. ესეთი სწრაფად განქარვებადია ჩვენი ცხოვრება. მოვედით უკვე ვიხილოთ ცხადად საფლავსა შინა. სადა არის სიკეთე ხორციელი? ადამიანმა რო ჩაიხედოს რამდენიმე წლის წინანდელი საფლავში. სადა არის სიკეთე ხორციელი? სადა არის სიჭაბუკე? ანუ სადა არიან თვალნი და ხედვა ხორციელი? ყოველივე დასჭნა, ვითარცა თივა და ყოველივე განილია. მოვედით შეურდეთ ქრისტესა ცრემლით, რაითა განუსვენოს მიცვალებულსა ამას. სად არის სიკეთე, რითიც შეიძლება ადამიანი ამოყოფდეს? იგივე ჩვენ შემთხვევაში. სად იქნება ყველა ის ხორციელი სიკეთე, რითიც შეიძლება დღეს ჩვენ რაღაცით თავი მოვქონდეს?
არაფერი იქიდან აღარ დარჩება. ხოი ვითარ დიდია სტირილი და გოდება, დიდარ სულთქმა და წუხილი, ოდეს განეყოფის სული ხორცთაგან. ანუ ერთი მხრივ ტირილი რა თქმა უნდა არის რომ საყვარელ ადამიანს გამოემშვიდობები, მაგრამ ესეც დროებით, მაგრამ მარადიული ტირილი იქ არის, სადაც შეიძლება ადამიანის სული იღუპებოდეს. ხოი ვითარ დიდარ სტირილი და გოდება, დიდარ სულთქმა და წუხილი, ოდეს განეყოფის სული ხორცთაგან, რომელიცაც ცხოვრებდნენ ამაოსა ამას საწუთოსა და აჩრდილთა სიკვდილისად. ანუ რომელიც ამაო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, აი ამაო მარტო მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რამხელად როგორი დიდიაო ტირილიო მათი სულებისთვის, რომელიცა მძინარე იყვნენ სასტურთაგან და ამაოდ ცხოვრებდნენ. ანუ სასტურებისაგან, რომელთაც ეძინათ ესე. ამდენი სასტურია ამ წუთის სოფელში და ამ სასტურმა გაიტაცა და სულიერად მიეძინათ. და აც მიეცნენ ჯოჯოხეთ სატანჯველად. ამას ვეულტოდეთ ყოველნი და ვევედრნეთ ღმერთსა, რაითა დაგვიმკვიდროს ზეცათა სასუფეველი. აი რა არის მთავარი სათხოვარი. და კიდევ აი ამას მოყვება, ეხლა მე სრულად არ წავიკითხავ. ერთი ლოცვა არის, რომელიც ესე იგი ამას ხო ჩვენ ვევედრებით ღმერთსა, თითქოს მიცვალებული ვევედრება ჩვენ. აი თვითონ აი გარდაცვლილის სათქმელი არის წარმოჩენილი და ნახეთ, ეს ძალიან საინტერესოა. ჩვენ შეიძლება არაერთხელ დავსწრებივართ წესის აგებას, მაგრამ იქ არ არის ამისი საშუალება, ამისი გარჩევისა და ამაზე ესე კაფეოთ ყურადღების გამოხვილების საშუალება და ამიტომ ახლა ამოვიკითხოთ. ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქვენსა უხმოდ და უსულოდ მდებარეს. თითქოს მიცვალებული გვეუბნება. ყველანი მხედავთ თქვენს წინაშე უხმოდ და უსულოდ მდებარეს. იმიტომ იმ სხეულს ხო სული აღარ აქვს, თითქოს ის გვეუბნება. სტიროდე ჩემთვის ძმანო და მეგობარნო, მოყვასნო და მეცნიერნო. რამე თუ გუშინ თქვენთან ამ ზრახველ ვიყავ და მეხსეულად მოიწია ჩემზე და ჟამის სიკვდილის. იტირეთო ჩემთვისო ძმებო, მეგობრებო, ნაცნობებო. რადგან გუშინ თქვენთან ერთად ვიყავიო და ეხლა მეხსეულად, ანუ სწრაფად მეხსეულად არის აი უცაბედად მოიწია ჩემზე ეს გარდაცვალო სიკვდილი. აც უკვე მოვედით ყოველნი მოყვასნი ჩემი და ამბორს მიყავთ მე უკანასკნელი და ამბორის ყოფით. უკანასკნელად მიამბორეთო, გამაცილეთო, რამე თუ ამიერიდან თქვენთანა არღარა ვიდოდე არცევ ზრახვიდე, რადგან ამიერიდან თქვენთან ვეღარ ვისაუბრებ, ვეღარ ვივლებ, ხორცელი გაგებით. მსაჯულისა მივარ, სადა იგი არ არის თვალღება, ანუ ისეთი მსაჯულის მიმართ წინაშე მივდივარ, სადაც არ არის მიკერძოება, თვალღება არ არის. რამე თუ მონა და უფალი ერთბამად წარდგებიან, რადგან ბატონი და მონა ერთად წარდგებიან, მეფე და მხედარი, მდიდარი და გლახაკი, კაცად გინა თუ იდიდოს, გინა თუ სირცხვილეულ იქნას, ანუ თითოეული ადამიანი, კაცად ამას ნიშნავს. თითოეული ადამიანი ან სირცხვილ ან შერცხება, ან კიდე განდიდდება ღვთის მიერ. და იქ ყველა ერთად წარდგება, ამ წუთის სოფელში, ესე იგი, რა თქმა უნდა, ვიღაცას უფრო მეტად გაითვალისწინებენ, ვიღაცას უფრო ნაკლებად გაითვალისწინებენ რაღაცის გამო. უამრავი რამე შეიძლება იყოს, მაგრამ ის წინაშე არ არის ამის მიმართ, რომ შენ ის დიდი იყო და ის პატარა იყო და ის მეფე იყო და ის გაჭირებული იყო, ამის მიხედვით არ არის. იქ არის ვინ როგორ იშრომა, ვინ როგორ გაამრავლა თავისი ტალანტები. აი ღვთისგან მიცემული ნიჭი, ვინ როგორ გაამრავლა და ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ ეს ნიჭი გაამრავლოს, აი სახარებაში როგორც წერია, ზოგმა 5 მიიღო, ზოგმა 2, ზოგმა 1 და როგორც არ უნდა შრომობდეს და გაამრავლოს, მაინც სიმდაბლეში რო დარჩეს, რო არ გაამაყდეს. როგორც მაცხოვარი ამბობს, რომ ესე იგი ყველაფერიც რო გააკეთოთო, თქვით რომ გამოუსადეგარი მონები ვართო, რაც გევალებო და ის გავაკეთეთო.
ჯერ ჩვენ შორის ვინ არის რომ ყველაფერს გააკეთებს და ამიტომ უნდა ადამიანმა იფიქროს როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს უნდა იფიქროს იმ ტალანტზე რომელიც ღვთისგან მიიღო და ვერ გააორმაგა უნდა იფიქროს რომ რაღაცა ხო არ არის ჩემში ისეთი რაც მე მივიღე და ვერ გავაორმაგე და ამაზე ფიქრი მას სიმდაბლეში მოიყვანს სიმდაბლეს შეუნარჩუნებს ისე კი არა რომ აი ყველა ნიჭი გავამრავლე იფიქროს ადამიანი მაგრამ შეიძლება იყოს ის რაღაცა რაც ასევე მოგეცა ღვთისგან მაგრამ ის ვერ გააორმაგე და ეს ფიქრები ადამიანს ამპარტავნების საშუალებას არ მისცემს და დაიცავს ამის არამედ ვითხოვ ყოველთაგან და გევედრებით ეხა ის მიცვალებული გთხოვს ჩვენ ჭირის უფალ არამედ ვითხოვ ყოველთაგან და გევედრებით დაუცხრომელად ევედრენი ჩემთვის ქრისტესა ღმერთს აი დაუცხრომელად ევედრეთ მთავარი სათხო არის ეს რჩება ადამიანს დაუცხრომელად ევედრეთ რათა არა განგდებული ვიქნე ცოდვათებ ჩემთა ადგილსა სატანჯველისასა რომ ჩემი ცოდებისამე სატანჯველში არ ვიქნე განგდებულიო და ჩვენი ცოდების გამო თითოეული სწორედაც რომ სატანჯველს ვიმსახურებთ არამედ რაითა დაწესებული იქნე სადა იგი არის ნათელი ცხოვრებისა არამედ იქ ვიყო დაწესებული დადგენილი სადაც არის ნათელი ცხოვრებისა სადაც არის მარადიული სიხარული ეს არის ყველაზე უპირატესი და ყველაზე მთავარი სათხოვარი გარდაცვლილი ადამიანისა და ეხლა რომ დავფიქრეთ აი ჩვენ გარდაცვლილი ადამიანი ვის სთხოვს უპირველეს ყოვლისა თავის ოჯახის წევრებს თავის მეგობრებს თავის შვილებს დაუშვათ თავის მეუღლეს თუ სხვა და ამ იმისათვის რომ აი იგი ეს სათხოვარი შესმენილი იქნას ადამიანს ოჯახში უნდა რჩებოდეს მორწმუნე მომგონებელი და იმისათვის რომ ადამიანს ოჯახში მორწმუნე მომგონებელი დარჩეს ეს მან თავად უნდა ასწავლოს და დაუშვათ მოკიდოს შვილს ხელი და წაიყვანოს პაპის საფლავზე წაიყვანოს თუ დიდი პაპის საფლავზე წინაპრის საფლავზე მიიყვანოს და ასწავლოს პრაქტიკულად როგორ უნდა იზრუნოს თავის მიცვალებულს მარტო ისე კი არა რომ ის სუფრაზე და რაღაცა რა თქმა უნდა იქაც ესეც ლოცვა არის იქაც უნდა დაილოცოს იქაც უნდა მოიგონონ მაგრამ ტაძარშიც უნდა ასწავლოს როგორ მივიდეს როგორ წირვაში როგორ მოიხსენოს პანაშვიდი როგორ გადაიხადოს სანთელი როგორ აანთოს საფლავზე თუ მოწყალება როგორ გასცეს მიცვალებულის სახელზე ყველაფერი უნდა ასწავლოს თავისი პირადი მაგალითით მამამ უნდა გააკეთოს ეს და შვილი ამას უნდა უყურებდეს და შვილსაც ამას უნდა ასწავლოს ჩვენ შეიძლება ჩვენ შვილებს ბევრი რამე ვასწავლოთ მაგრამ თავარი დაგვავიწყდეს შეიძლება დავუშვათ ჩვენ გარდაცვალების პირას ვართ და ხო გვინდა რომ ჩვენმა შვილმა ჩვენზე ილოცოს ჩვენ დავუშვათ ყველაფერი ვასწავლეთ რაც სამწუთი სოფელში იყო მაგრამ ეს არ ვასწავლეთ გამოდის რომ თავარი რჩება გვერდით ამიტომ ეს თავარი უნდა ასწავლოს თითოეულმა ადამიანმა რომ ეს არის ისეთი რამე რაც არც ერთ ადამიანს არ აცდება ხო ყველანი ამის წინაშე ვდგევართ ყველანი გარდავიცვლებით ამიტომ ჯერ თავარი უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს და მერე უკვე ყველაფერი ის რაც არის მეორე ხარისხოვანი ღმერთი შეგვეწიროს ღმერთმა შეიწიროს თქვენი ლოცვა თქვენი მიცვალებულებისათვის და შეუძლებელია როგორც არაერთ წმინდა მამას უთქვამს რომ ცრემლიანი ლოცვა არ შეიწიროს ღმერთმა და ესეთი გულით და წრფელი გულით წარმოთქმული ლოცვა მიცვალებულთათვის იქნება თუ ცოცხალთათვის იქნება რომ ღმერთმა არ შეისმინოს და შესმენილი იყოს ღვთისგან თქვენი ლოცვა და ღმერთმა ნათესი დააწესოს ჩვენი მიცვალებულები ჩვენთან არის ღმერთი